თუ გადახედავთ ინფორმაციულ ველს, სულ რაღაც აი ისტერიული ემოციური ფონია. განსაკუთრებით ტელევიზიის ესეთი არის სტილი ეს განსაკუთრებით ოპოზიციურ ფლანგზე, მაგრამ ამას ქართულ ოცნებას უწყობს ხელს აი დაჭერებით, განცხადებებით, იმიტომ რომ მაგალითად წინათ ხო მიტინგი კობახიძის განცხადებამ დაიწყო, არა არჩევნებმა გაყავდაო, ამის ხალხი არ გამოდიოდა. ხალხს არ ქონდა პრეტენზიას ამაში არჩევნებთან, იმიტომ რომ ჩვენ არც ერთი დიდი მიტინგი არ დავინახოთ. ხო, აღარ არსებობდა. კი, აღარ არსებობდა ეს მიტინგი, მე მეტიც შეიძლება სახში ფეხით დავდივარ, კაროები რო იყო უნივერსიტეტიდან, გავულიდი ხოლმე და იქ ვიღაცა რო შემხდებოდა ნასტომ, მეკითხებოდა რას აპირებთ, აი რას იხართ აქ, რას გახართ და არა ყველა მომდრო უბრალოდ აი ხა რას გვარამიამ თქვა და ეხა ხო არ წავალ მაგათ გავართ და ვაბირჟავებთ და მეტი არაფერი არ ხდებოდა, მკვდარი იყო პროტესტი. კობახიძემ გააცოცხლა. ანუ სიამდვილეში ეს ყველა რო დააკვირდეთ, ეს ისტერიული ნიუსები, რომელიც შემოდის, აიც დაიჭირეს, ამის სასამართლო პროცესი, იქ ყვირილი, წივილი და თუ ოპოზიციური ამორჩეველია ტელევიზორს უყურებს, შეუძლებელია რომ შვიდად რაღაც ანალიზს უკეთებდეს მდგომარეობას. და მე უბრალოდ სულ ემოციაზე რო ხარ, ან აპატია დაგემართება, დაიღლები და გაეთიშები პოლიტიკურ პროცესს, რომ უბრალოდ აღარ შეგიძლია ასე გაგრძელება. ან უბრალოდ ვერ ჩართავ, აი twins რო აი შვიდად წყნარად დაკონცენტრე რა ხდება, იმიტომ რომ სულ ახალი და ახალი საკვები მოდის, აი საწოვს ისხავენ, რომ შენ სულ ისტერიკაში იყო. პრობლემა ოპოზიციურ ფლანგზე არის ასე ის, რომ სიმართლეს არავინ არ ლაპარაკობს. ანუ სიმართლეს არა მარტო იმიტომ შეიძლება ვიღაცამ სიმართლე ტექნიკურად თქვას, მაგრამ ეს სიმართლე ხო ბოლოს და ბოლოს ირკვევა დებატებში. რომ ვიღაცამ შეიძლება მე არ დამიჯეროს კაცო. და ყურკარს მიღმა საუბრის შემდეგ სიმართლეს გარკვევა ძალიან რთულია. მე კი დარწმუნებული რომ გვარამია ბიზნეს ფულით ფინანსდებოდა წინასწარ არჩევნებზე, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დამიჯდეს გვარამია და გავარჩიოდ. იქნება მე ვწდები. იქნება ის უფრო დამაჯერებელი იქნება. ანუ მაყურებელი სიმართლეს დაადგეს ხოლმე დებატების შედეგად. ხო და აი არ შეიძლება რომ ქართული ოცნების პროპაგანდას დაუპირისპირო. ალაგ-ალაგ რაღაც დებატები ჩდება ხოლმე სხვა იმაში პოდკასტებში რაღაც, მაგრამ აი უბრალოდ ოდნავ რომ რამე დაიძაბება, მე იმ პოდკასტში აღარავინ აღარ მიდის. იმიტომ რომ გასაგებია მესმის, ანუ როგორც ქართული ოცნება არ დებატობს დიდი ხანია, ისევე ოპოზიციურ ფლანგში მიეჩვენა, რომ მონოლოგში ლაპარაკო და არა პასუხი არ მოგეთხოვება სიტყვებზე. ხო და ამიტომ ვერ დაამარცხებ ქართულ ოცნებას, რომ ასეთი უპირატესობა აქვს ტყუილით. იმ ტყუილს ის უკეთესად მოიტყუება ბოლოს და ბოლოს, იმიტომ რომ ხარისხიანად შეუძლია გააკეთოს და შენ ერთ-ერთი ინსტრუმენტი გაქვს სიმართლით იმოძრაო, მაგრამ სიმართლე საბოლოოში ნიშნავს დისკუსიას, დებატებს.